აი ხანცალე ცოტა შეგუგიაკავ. აი. გამარჯობა. დღეს ჩვენ შევიტყვათ, რომ ნიუტონის თავისუფალ სკოლაში იქიდან პირდაპირი რეისით გვეწვია მე-19 საუკუნის ცნობილი ქართველი რომანტიკოსი პოეტი გრიგოლ ორბელიანი. აღარ დავკარგავთ, რომ წავედით. ბატონი გრიგოლი და ჩემი კოლეგები ბარგელზე იმყოფებიან და მოდით შევიდეთ. მოგესალმებით. ალბათ მიცანით, მე ვარ გრიგოლ დიმიტრის და ორბელიანი. დავიბადე 1804 წლის 2 ოქტომბერს თბილისში. ყავდა ორი ძმა, ზაქარია და ილია. და ასევე ერთადერთი და ეფემია, რომელიც შვილის გახლდათ თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი პიროვნება ნიკოლოზ ბარათაშვილი. ეს იყო ჩემს შესახებ მოკლე ინფორმაცია, ახლა კი მოვისმენთ თქვენს შეკითხვებს. გამარჯობა ბატონო გრიგოლ, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. ზოგადად თქვენი ცხოვრება და შემოქმედება საქართველოს ისტორიის ერთი ძალიან საინტერესო კურსებია. ძირითადი მოტივები კი პატრიოტიზმში, ჰუმანიზმში, ბუნებასა და სიყვარულში მდგომარეობა. როგორც ჭეშმარიტი რომანტიკოსი, ბუნებაში ედავ ტკივილისა და სიყვარულის განაზიანებას. მაინტერესებს, ზოგადად ამ საკითხეულ ლირიკას ყავდა თუ არა კონკრეტული ადრესატი და თუ შეგიძლიათ მისადმი მისული ერთი ლექსი მაინც წამოგეკითხოთ. სიყვარული მართლაც უმაღლესი გრძნობა ჩემთვის. ჩემი შემოქმედება ნაწილობრივ ეძღვნება სოფიო ორბელიანს, ხოლო ძირითადად კი ნინო ჭავჭავაძეს. ის გახდა დიდი ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი. შემდგომ კი რუსი დიპლომატისა და დრამატურგის ალექსანდრე გრიგოედოვის მეუღლე. კარგი, შემდეგი კითხვა. ნიკოლოზ ბარათაშვილის მიერ თქვენსადმი 1851 წელს გამოვიდანილი ბარათიდან ერთი ამონარგი მაინც რომ მოვიშველიოთ, ჩვენს თვალწინ გადაიშლება თავისებურად საინტერესო ეპოქის სურათი, რომელშიც თქვენ მოგიხდათ ცხოვრება და მოღვაწეობა. შეგიძლიათ თუ არა მეტი გვიამბოთ 30-40 წლების საქართველოს ლიტერატურულ ცხოვრებაზე. მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს კულტურული ცხოვრება მდორედ მიედინება. თბილისში არ არსებობს თეატრი, ჟურნალი, გაზეთი, არანაირი საზოგადოებრივი ხასიათის კულტურული დაწესებულება. კულტურული მაჯისცემაც მოდუნებულია და ადამიანებისთვის აზრთა გაზიარების თუ შემოქმედებითი კონტაქტების ერთადერთ ასპარეზად მხოლოდ სალონური საღამოები რჩება. თუმცა ფართო ასპარეზია გაშლილი კავკასიაში სამხედრო ოპერაციებისათვის. ამ დროს სამშობლოდან შორს ვარ. ხან ბალტიისპირეთში ვიხდის სასჯელს, ხან პოლონეთში ვარ, ხანაც დაღესტანში. ეს კი თავისებურად აისახა კიდეც შემოქმედებით პროდუქტიულობაზე. სამხედრო კარიერის დასრულების შემდეგ უფრო მეტი დრო დამრჩა კულტურული ცხოვრებისათვის. ალბათ ჩემი წერილებიდანაც ჩანს, რომ ძველებურად ვესწრებოდი ლიტერატურულ საღამოებს. თეატრში დავდიოდი და ილია ჭავჭავაძესთან ერთად ვსჯელობდი ქართული თეატრის არასაიმედო მდგომარეობაზე. ბატონო გრიგოლ, როგორც ცნობილია, მამათა და შვილთა ბრძოლა ქართველი მწერლების ძველი და ახალი თაობის ლიტერატურული პაექრობის პირობითი სახელწოდებაა. ბრძოლა 60-იან წლებში დაიწყო, როცა ჟურნალ ცისკაში დაიბეჭდა თეთრდალეულთა წინამძღვარი ილია ჭავჭავაძის კრიტიკული სტატია. ახალი თაობა მოითხოვდა მწერლობის ხალხთან დაახლოებას, არქაიზმების უკუგდებას და სხვა. ეს ყოველივე კი თქვენს უკმაყოფილებას იძლეოდა. ისევე როგორც ის, რომ ილიას გამოცემების მერვე გამოცემა სწორედ თქვენ გეხებოდა. შეგიძლიათ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ ამის შესახებ? დიახ, ილიას ეს გამოცემა მეეძღვნებოდა. ეს გამოცემა სხვებისგან განსხვავებით განსაკუთრებული პატივისცემით იყო მარშალური. თუმცა მაინც დიდი აღშფოთება გამოიწვია. 1872 წელს დავწერე გამოცემების პასუხი. ის ახალი თაობისადმი მიმართული ძალზე დამამცირებელი ეპითეტებით იწყება. შემიძლია გითხრათ, რომ ახალი თაობის წარმომადგენლები სრულ ლიბერალები და პატრიოტები არიან, რომლებიც მამებს სწყებიან. ყველასთვის ცნობილია, რომ ბუნება ისევე როგორც რელიგია, ხელოვნება, ეგზოტიკური ქვეყნების საზოგადოებისგან გაქცეული თუ განდევნილი რომანტიკული ბუნის თავშესაფრია. აქ დაეძებს ის იდეალს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ვერ იპოვა.
ბუნება ქართულ რომანტიკოსთა სრულის მაყენებელია და ამიტომაც ემოცია არის სწორედ აქ ყველაზე ძლიერი. ამ მხრივ თქვენი შემოქმედებიდან რომელ ნიმუშს გამოარჩევთ? ჩემს შემოქმედებაში მრავალ შევხვდებით ხალხურ ხერხებს სამშობლოსა და ბუნების აღწერისას. ამის ნათელი მაგალითია ლექსი საღამო გამოსავლებისა. მათ კლდოვან გველთა შავა და ღრუბელნი ზედასწორიან და ბრისხანებით ქვეყანას წარმოითა ემუქრებიან. გაზაფხულისა ველითა დღე შემოსული სიმწვანით, თებისა კალთებს შეამკობს სადღებო შუღელთა მოფენით. წყალნი მთით დაქანებულნი, ალმასებ უშკულს ცვივიან, თერგი რბის, თერგი ღრიალებს, კლდენი ბანს ეუბნებიან. კითხველთაგან მრავალწლოვანია, რომ განთიადის ჩემეული ართმაც მათში განსაკუთრებულ ემოციას აღწევს. აეცნენ ცეცხლის ალერგიულ შორსგაბნეული ღრუბელნი, ცამშვენიერებს ნათლდება, მასა ვნაშევლად რხილობენ. რაც შეეხება ჩემ კითხვას, შეგიძლია თუ არა რომ მოგითხრობ დაპატიმრების მიზეზების შესახებ? ჩემი დაპატიმრების ძირითადი მიზეზი გახლავთ კავშირი თავად აზნაურთა იმ შეთქმულებასთან, რომელიც 1829 წლიდან მზადდებოდა საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ. თუმცა ეს ბრალდება ვერ დამოუკიდესა და გამოთავისუფლეს. ალმაგრის ყაზარმაში სამთვიანი პატიმრობის შემდეგ მე, როგორც მეშვიდე კატეგორიის დამნაშავე, ჯარში გამოწესეს. დასასრულისკენ კი მინდა დაგისვათ ის კითხვა, რაც ყველას ძალიან გვაინტერესებს, თუმცა არავისთვის არ არის მასზე პასუხი ცნობილი. თუ შეიძლება ძალიან მოკლედ გვიამბეთ თქვენი ანდერძის შესახებ. კარგი, ბევრი დრო რომ არ დავგარგოთ, მთელი ჩემი ქონება დავუტოვე საქართველოში. ხოლო ნათესავებს კი ჩემი